ჩამოვიარე ხარაგაულის ცენტრი, რომელიც ძალიან პატარაა და ძალიან ცოტა ადამიანი გამომელაპარაკა. გცნობენ, გიყურებენ, მაგრამ მათ აქვთ ხიფათის და შიშის განცდა. მაგალითად, აი აქ ტაქსისტი, რომელიც მანქანაში იჯდა, როგორც კი შემოუბრუნდი და დამინახა, მანქანაში მჯდომარემაც კი ქუდი დაიხურა და ჩამოიფხატა თავზე. არის შიშია. ძალიან კარგად ვიცი ხარაგაულში რა ხდება, რა მძიმე მდგომარეობა, სოფლები მიტოვებულია საერთოდ. ახალგაზრდები აღარ დარჩნენ, გადავიდნენ. სამუშაო ადგილები ხო არ არის და არ არის. გზა ბევრგან არ არის, წყალი არ არის, გაზი არ არის შეყვანილი, ტყეში ფიჩხი შეგროვების უფლებას არ აძლევენ და პარალელურად მგელი შინაურ პირუტყვს უჭამს. არსებობს ესეთი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ხო არც ერთი მომწონს და არც მეორე მომწონს. ჩვენ ვართ სწორედ ალტერნატივა. ჩვენი მიზანია რომ ეს ალტერნატიულობის და იმედის განცდა დავაბრუნოთ. თან ვიყოთ კომპეტენტურები ყველა საკითხთან მიმართებაში. ჯანდაცვაზე რო ვლაპარაკობთ, მარტო ზოგადად კი არ ვახსენო ჯანდაცვა. არამედ ჯანდაცვის კონკრეტული სპიკერი ვინც ყავს ვატო სურგულად და ჯანდაცვაზე შეეძლოს რომ მედიკამენტები პენსიონერს შემოპირებს, ქონდეთ ხელმისაწვდომი, პენსია რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ 1000 ლარი უნდა გახდეს. რატო შემოვიტანეთ? იმიტომ რომ საზოგადოება ვერ შედგება საზოგადოებად, სადაც პენსიონერს აქვს 370 ლარი პენსია და არჩევანის გაკეთება უწევს კომუნალური გადაიხადოს, მედიკამენტები იყიდოს თუ საკვები იყიდოს. ერთპარტიულ მმართველობაში ჩაიდო დიდი საფრთხეები. საფრთხეები, იმიტომ პრაქტიკა მაჩვენა რომ მოვიდა ერთი კაცი იმ ერთმა კაცმა შეიძლება პირველი წლები კარგად დაიწყო, ყველა მათ შორის, ყველა ხელისუფლება და მერე უკვე იგრძნო ძალაუფლების რაღაცა სიმყარე და გააფუჭა საქმე. საკუთარი თავისთვისაც გააფუჭა და ქვეყნისთვისაც გააფუჭა. ამიტომ ჩვენი არჩევანი არის ის, რომ ერთ კაცს კი არ ქონდეს რაღაც დასაყრდენი და მთელი ძალაუფლება, მაგრამ გადანაწილდეს და ეს ძალაუფლება დააზღვიოს რამდენიმე სხვადასხვა სუბიექტმა, კოალიციურად. მაგალითად, მე არასდროს არ მივცემ ხმას ისეთ კანონპროექტს, რომელიც მაგალითად მშობელს არ მისცემ შესაძლებლობას შვილი გადაარჩინოს. ან არასდროს არ მივცემ ისეთ კანონს, არ დაუჭერ ისეთ კანონს ხარჯს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, სტუდენტებს, აზრის გამოხატვა შეზღუდავს, ან მედია შეზღუდავს. არასდროს ბოლო 2 წელია უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. რა სტატისტიკასაც არ უნდა შევხედოთ, ყველა სტატისტიკა არის ჩვენს საწინააღმდეგოდ, საქართველოს მოსახლეობის საწინააღმდეგოდ და ამაზე ბევრი საუბარი. პროპაგანდით დაბნელებულ ადამიანებს, რომელსაც კი ეს პრობლემები აქვს, მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათი უმრავლესობა ძალით იტყუებს თავს. და არის მცირე ნაწილი, რომელიც გადასარჩენია. ჩართული ვართ ბრძოლაში, წინააღმდეგობაში, უსამართლობის, უკანონობის, ნეპოტიზმის, ადამიანების ჩაგვრის წინააღმდეგ. ასეთ სისტემაში პასუხი ნათელია. ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს.